აი ახლა შეგიძლიათ. უნივერსალები ერევნის მსმენელთა მაყურებელს მე ვარ მანანა ორბელიანი, უფლებადამცავი ორგანიზაციის სამართლებრივი სახელმწიფო სამგრელო საზოგადოების ხელმძღვანელი. მინდა შევაფასო 2014 წელი დასრულდა საქართველოსთვის როგორც ძალიან დამამძიმებელ ვითარებაში, ვინაიდან აფეთქდა ესეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, როგორც არის საფრისი, და რომელიც ზოგად საკაცებრიო მნიშვნელობის ძეგლია, ეს შეიძლება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მიითქვას. მე ვიცნობ ამ საქმეს ყოველ ფურცელს, ამიტომ რასაც ვამბობ და რასაც ვიძახი, მე ამაზე პასუხისმგებელი ვარ. ახლა მინდა ხაზგასმით აღნიშნო ის წარმატება, რომელსაც საქართველოს მიაღწია, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის პირველი წინადადება ამ ასოცირების ხელშეკრულების პირველი წინადადება იწყება ესე, რომ საქართველოს როგორც ახლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა ვალდებულია დაიცვას კანონის უზენაესობის პრინციპი. აი ამის იქეთ ჩვენ ევროკავშირი და ევროპა საერთოდ ჩვენთან საქმეს არავინ არ დაიკავებს და ამ საქმის აფეთქებისას, საფრისის როგორც ძეგლის აფეთქებისას ზუსტად კანონის უზენაესობის პრინციპია გაუყოფილი. რამე თუ ხალხმა, აი იმ ხალხმა, რომელსაც მინიმუმი არ აქვს თავისი ცხოვრების, აი მინიმუმი არსებობის, მან შეძლო და ხელისუფალი, რომელიც არის კანონდამრღვევი, გაუსაჩივრა კულტურის სამინისტროს მის მიერ მიღებული კანონდარღვევით გადაწყვეტილება მთავრობის კანცელარიაში. მთავრობის კანცელარიამ საერთოდ უთხრა ხალხს, რომ თქვენ საერთოდ არავინ არ ახართ, მხარეც არ ახართ. ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლებაში მოსულებმა დამანგრიოთ საქართველოს, მისი კულტურული მემკვიდრეობა ხელუყოთ და თქვენ მხარეც არ ახართ. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილება, სადაც მან თქვა, რომ ხალხი მხარე არ არის პროცესში. ხალხმა წავიდა სასამართლოში, სასამართლომ ხალხი როგორც მხარე ცნობდა, სხვაგვარად არ შეიძლებოდა ყოფილიყო და იმის შემდეგ უზრუნველყოფის განჩინებით გამოტანით საყდრის იმისათვის, რომ არ აფეთქებულიყო დაედო ყადაღა და ჩვენ ვიცით, რომ საყდრისი 13 რიცხვში მაინც აფეთქდა. იცით, ძალიან მტკივა საყდრისი და ბოლოს რასაც უსურვებ ხელისუფლებას, მინდა გამოიჩინოს მინიმუმ კანონისადმი მორჩილება, აღძრას დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის საქმე, აფეთქებულ საყდრისზე შეჩერდეს ყოველგვარი მუშაობა. მე აი ამ წუთას უშუალოდ ადგილიდან მივიღე ინფორმაცია, რომ მართალია იქ კოდალა ვერ მუშაობს, ვინაიდან ის არის ძალიან ხმას გამოსცემს, ამიტომ ეს მუშაობის შესახებ ესმის მთელს დასახლებას და სოფელს, მაგრამ იქ მუშაობს ბულდოზერი, რომელიც აი იმ არქეოლოგიურ მასალას, მათ შორის მადანთან ერთად, რაც მორყეულია, გამოაქვთ ეს მოქმედებები სრულდება ღამით, ვინაიდან გამოცხადებულია მონიტორინგი, ესე იგი მიღწეულია შეთანხმებას კულტურის სამინისტროსთან, რომ იქ ყველა სამუშაოები შეჩერდეს. მინდა ვაცნობო, ვინ ძალადობს ამ შემთხვევაში, ესე იგი ინვესტორი შეუთანხმებლად ხელისუფლებასთან თუ ის თავისი მოქმედება. ხელისუფლება ამ შემთხვევაში გაიგივებული არის გოლდთან. ხელისუფლება და გოლდი ეს არის იგივე შეიძლება ითქვას, იქ მოშიმშილეები, ვითომ მოშიმშილეები, რომელიც ეს უნდა ხელისუფალს გამოსულიყო და ირაკლი ღარიბაშვილმა დაუშვა. იქ კარვები გაშალეს და იქ შიმშილობენ. ეს არის აბსოლუტური სვიცრუე
არსებობს ანალიზი, რომელიც გენეტიკური მასალა რამდენი დღის განმავლობაში ადამიანი ნაშიმშილები მას ადგენს და ეს ხალხი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით თაღლითობით იქნება, რომელიც 7 წელს დასჯას ითვალისწინებს. ეს არ არის ეს სიმბოლიკი ანთობი, ეს არის თაღლითობა იმისათვის, რომ მიაღწიოს და იმდენად დიდია ძეგლის მნიშვნელობა ერის და ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს, რომ ეს არის 7 წლიანი. ხალხობა სამსახურის დაგეგმვის პრობლემაა წუხებს და თუ ესე იგი ეს დაირაზმოს. არ შეიძლება ბატონებო, არ შეიძლება მუცლის ამოყრობისთვის რაღაც ეს არის თითიდან გამოწვეული ინფორმაცია, რომ თითქოს იქ ვისახელებს უმუშევრები და ვისახელებს საერთოდ უმუშევართა შემწეობა. ამაზე იზრუნოს ხელისუფლებამ და არაბით არ შეიძლება ამ მოტივით განადგურდეს ძეგლი. ჩამოყავთ ეს ხალხი, აკეთებენ რაღაც განცხადებებს. სირცხვილია ბატონებო, თქვი ჩვენ ევროპა კი არა, რუსეთიც არ მიგვიღებს ესეთ შემთხვევაში. მე მინდა ხაზი გავუსვა, საერთოდ როგორ წესრიგდება ეს საერთაშორისო სამართალში ეს საკითხები. მაშინ როცა შენ მტერი შემოდის შენს ქვეყანაში და ანადგურებს მის ჯანსაღ, ჯარისკაც გინადგურებს და ვისპობს თითქმის მომავალს, ის ვერ შეეხება არსებობს კონვენციები, რომელზედაც ყველას ხელი აქვს მოწერილი, ყველა სახელმწიფოს, ვინც გაერთიანებული ერები თუ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და ჩვენ აქ ორივე საქართველოს ორივე ორგანიზაციის წევრია, მას უფლება არ აქვს გაანადგუროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. თუ კი ის შენი მტერი, რომელიც შემოსულია და განადგურებს გესვრის და მთლიანად გისპობს, არტილერიას იყენებს, ყველაფერს ის ვერ შეეხება კულტურული მემკვიდრეობის. ვინაიდან ის იქნება წოდებული და მას გაასაჩივრებენ და ის იქნება როგორც ვანდალია, ესე აღიარებული. აქ ჩვენ გამოდის, რომ ჩვენ ხელისუფლება ყავს ვანდალიზმით არის დაკავებული საკუთარ ტერიტორიაზე. ვინ იცავს ეს საკითხს აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში? ამ კონკრეტულ სიტუაციაში ვიცავთ ჩვენ, იცავთ თქვენ, ჩვენი განცხადებებით, ჩვენი გონივრული და სწორი გადაწყვეტილებებით და ჩვენი თუბნებავთ უკიდურესი პროტესტის გამოხატვით, რომელიც მე პირადად შიმშილობით გამოვცხადე და შემდეგ ამას შემოუერთდა ყველა აი ეს ბავშვები თუ ვინც იყო მათი წვლილი არის დიდი. ის რომ ეს მაინც რაღაცნაირად შეჩერდა და ისინი უკვე ღიად ამაზე ვერ მოდიან, რომ ღიად ვერ ანგრევენ და რაღაც ჩუმად აი თითქოს რაღაცას აკეთებენ, ვიღაც თითქოს შიმშილობს, რა თქმა უნდა ეს თვითონაც იციან, რომ ეს არ არის ის ფორმა, ეს ვერ გაანიტრალებს ჩვენ ყოველი 6 საათის განმავლობაში ჩვენთან მოდიოდა სასწრაფო, აფიქსირებდა სისხლს, აფიქსირებდა საერთო მდგომარეობას, აფიქსირებდა რომ გლუკოზა დაცემულია, სისხლის ანალიზი ფიქსირდებოდა და ის შეიძლება გენეტიკურად იქნეს გაშიფრული, მართლა იშიმშილა ამ ადამიანმა თუ არა. ესე არ ხდება შიმშილი, ესე არ ხდება პროტესტი. რატომ შეაძრუწუნა ეს ხელისუფლებას, რომ ადამიანი უკიდურეს ზომაზე წავიდა? ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ხელისუფლებას, იქ მზად არიან, მინდა უთხრა მსმენელს და მაყურებელს, რომ იქ არქეოლოგები ჩასასვლელად არიან მზად და როცა ხელისუფლება წავიდა საერთო ძალისხმევით ამ დათმობასთან, არქეოლოგებმა უნდა მოამზადოს ეს თავისი პირველადი ნივთები და დაუყოვნებლივ უნდა ჩავიდეთ საფრთხეში. აი, წელი იწურება მაინც რას ეს გასაგებია ნეგატიური პროცესია საფრთხესთან დაკავშირებული პრობლემები. აი, მაინც როგორ შეავასებთ 2014 წელს რა არის მაინც რაღაც ყველაფერი ნეგატივი არ ყოფილა, აი მაინც რა არის მნიშვნელოვანი რომელიც ხელისუფლებამ ესე იგი გამოჩენილად გააკეთა. კარგი. მაინც პოზიტიური მაინც ის არის, რომ თუ კი ჩვენ მივედით ევროპასთან და გვაქვს ვალდებულება, ჩვენ ვალდებულება კანონის უზენაესობის პრინციპის უნდა დავიცვათ. კანონზე ზევით არავინ არ უნდა იდგეს. ეს იქნება დიდი ფულის ადამიანი, თუ ეს იქნება დიდი წლოვანების ან და დიდი მე მაგალითად შეგეგამათებით იქიდან გამომდინარე რომ არა მარტო ხელისუფლება, საზოგადოებაც, ერიც, კანონმორჩილე არ აქვს ჩვენ და ესაც განაპირობებს ყველაფერს. აი ჩვენ ვეგუებით ძალიან ძნელია კანონმორჩილება მომთხოვ ნებისმიერ სხვა ადამიანს, როცა მან იცის რომ ხელისუფალი არ ღვევს კანონს. იცით რა, მაშინ ეს არის ამას პირდაპირ სამართალში ეწოდება, როცა ხელისუფალი არ ღვევს თვითონ კანონს, ისინი
უკვე ამითი თავისი მოქმედებით მოუწოდებენ უკანონობის ჩადენისთვის რიგით მოქალაქეს. ეს უკვე იგულისხმება. ეს არის იმის ბრალი, რომ საქართველოში არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც გააკონტროლებს ხელისუფლების ქმედებას. ჩვენ არ ვართ ერთიანები, აი ეს არის თავი. ბატონო ზაურ, იმისათვის რომ სამოქალაქო საზოგადოება მიმოქმედოს, მას უნდა მინიმუმი იმისათვის, თუნდაც რომ ბიუჯეტი ჩვენ ვაკონტროლოთ. ქალაქის ბიუჯეტი თბილისის როგორ არის მიღებული? აი მარტო გამოთხოვაზე, ინფორმაციის გამოთხოვაზე გიქმნიან პროცესს. და პროცესებს აკონტროლებს ზუსტად აი იმ დასავლეთიდან შემოსული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ის აკონტროლებენ. ქართულ საქმეს არავინ არ აკეთებს. ქართულ ბიზნესმენთან რომ მიხვიდე რომ ეს გასაკეთებელი არა, მე იცით ბიზნესი მაქვს, ხელისუფლება შეუძლია დღემდე არის ეს შიში, რომ ეს წამართვას დამიხუროს, ამიტომ ქართული საქმის საკეთებლად საერთოდ ხელსაც არავინ არ გაიგებს. ჩვენ ყველა მუშაობ ჩვენი სახსრებით იმისათვის რომ საქართველოს რაღაცნაირად წინ წაიწვოს და აი მადლობა სრულიად საქართველოს ვინც დადგა პარლამენტის წინ, ვინც მოვიდა იქ და ყველა იმას ვინც თუნდაც ერთი დღე მე იქ ქალბატონი მომიჯდა გვერდით ლეილა ცომაია, რომელსაც არ ვიცნობთ. მოვიდა, დადგა და ის დადგა სიმართლის გვერდით. იქ ბავშვები იბრძოდნენ მწვანე მუშტიდან, რომელმაც სამართლიანობას დაუდგა გვერდით. და ხალხში არის ბატონზაო, აი ის მე ყველა პარტიას შევახსენებ, რომ თქვენ როგორაც ხმას კენჭს იყრით, ვინც გაყავს ამ ხელისუფლებაზე, ეს არის 18%, გახსოვდებთ ბატონებო, 85% ხალხის არის მოლოდინში და ის ელოდება ზუსტად სიმართლის დაძახებას, რომ წავიდეს და გაყვეს ბოლოს და ბოლოს ეს ქვეყანა ჩვენი დასალაგებელია. ამიტომ 18%, 20%, თუნდაც 25% თქვენ არ ახართ სრულიად საქართველოს. თქვენ ხალხის ხმას უნდა მოусმინოთ. ამიტომ ეს ხალხი, რომელიც დღეს გარიგულია ბატონზაო, რა შეიძლება იყოს 2015 წელს, აი როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, თუნდაც ესე იგი სამწესთან მიმართებაში ხელისუფლება შეისმენს ხალხის ნებას, ხელისუფლება შეისმენს ხალხის ნებას. სალეკარკოს. სხვა გამოსავალი ხელისუფლებას არ აქვს. ამ ხელისუფლებას და იმ ხელისუფლებას, რომელიც მზადაა არჩევნებისთვის და აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. თქვენ ხმას 82% ოფიციალური მონაცემებით არ გაძლევთ და 85%-ს უნდა რომ ქვეყანაში იყოს სამართალი. ჩვენ ყველას მოგვიწევს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა. მადლობა. იყო მოკლე და ის არა